საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მაია ფანჯიკიძე მის ფრანგ კოლეგას ლორენს ფაბიუს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საფრანგეთში ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების გატარების საკითხი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებზეც ისაუბრეს. ფანჯიკიძემ ფრანგ დიპლომატს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, კოჰაბიტაციის პროცესსა და დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის განცხადებით საფრანგეთი ვილნიუსის სამიტის წინ სრულად უჭერს მხარს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას. მაია ფანჯიკიძემ ლორენს ფაბიუსი საქართველოშიც მოიწვია. ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ვისაუბრეთ კოაბიტაციის პროცესზე, მომავალ არჩევნებზე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენ აღვიქვა უზარმაზარი სიმპათია, უზარმაზარი დახმარება ყველა იმ საკითხში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საფრანგეთსა და საქართველოს შორის აქტიურად ვითარდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. ვისაუბრეთ რეგიონალურ საკითხებზე და ჩვენი ხედვა ამ კუთხით ერთმანეთს ემთხვევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმიწვია საქართველოში და მე შევეცდები, რაც შეიძლება მოკლე დროში მოვახერხო ამ ვიზიტის განხორციელება.